და ჩვენ ვახსენეთ გადაცემის დასაწყისში გიორგი მექვაბიშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ეცნობა ევროსასამართლოდან, რომ გამოტანილია გადაწყვეტილება მის საქმეზე. გიორგი მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. ის პირველი რუსული კანონის აქციების დროს დააკავეს 2023 წლის 8 მარტს, როდესაც ის სხვა დემონსტრანტის მიმართ ძალადობას იღებდა მობილურით. და ევროსასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვეული იყო, რადგან პოლიციის ჩვენება დაედო მსჯავრდებას მხოლოდ, ასევე დაადგინდა შეკრების თავისუფლების დარღვევა, რადგან არსად ჩანდა გიორგი მექვაბიშვილის საქმეში, რომ ის მანიფესტაციის რამე წესს არღვევდა, საიაიცავდა მის უფლებას ევროსასამართლოში. გიორგი, ახლა ჩვენთან პირდაპირ ეთერშია ხაზზე, მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში სამოქალაქო ინიციატივისთვის და მთელი ამ გზისთვის, რომელიც თქვენ გაიარეთ დღე აქ ამ ქვეყნიდან სტრასბურგამდე იმისთვის, რომ დაგემტკიცებინათ ევროსასამართლოში თქვენი სიმართლე. პირველ რიგში გადაწყვეტილების შეფასებას გთხოვთ. რა განცდაა ეს ამდენი ხნის მერე? ქვეყნის შიგნით ვერა, მაგრამ საერთაშორისო სასამართლოში მიღწეული სამართალი. გამარჯობა. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩემს განცდას, ხო, რაღაც გამიხარდა, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ამდენი ხანია ველოდები, მაგრამ მეორე მხრივ რაც ხდება იმის ფონზე, ბუნებრივია ძალიან რთულია, რაც ხდება იმის ფონზე ძალიან რთულია კმაყოფილება ბენიერი იყო, შესაბამისად, ხო, რაც მხოლოდ რაღაც მოკლევადიანი დადებითი გზნობა გამოიწვია ჩემში. კი ბატონო, თან ეს როცა არ არის შენს ქვეყანაში მიღწეული სამართალი, მაინც ტოვებს ზუსტად იმ უკმაყოფილების განცდას, რაც თქვენ ბრძანეთ. მოდით გავიხსენოთ, რაზე დაობდით თქვენ. ეს იყო 2023 წელი, თქვენ შეესწარით ძალადობის სცენას რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული ხალხის აქციაზე, ხო? მოგვიყევით, რას იღებდით და რა მოხდა ამის შემდეგ? დიახ, დავინახე პოლიციელები როგორც ამენ გონება გათიშვა ადამიანს, ანუ ორი პოლიციელი ურტყავდა, ერთი ურტყავდა ფეხს და მეორე ურტყავდა ხელკეთს და ამ ადამიანს როცა ურტყავდნენ, ამ ადამიანს რეაქცია არ ჰქონდა. ანუ ის იყო გათიშული, დიახ. სრულიად გათიშული იყო და არანაირი რეაქცია არ ჰქონდა ამ დარტყმებზე. და პირველი რამოდენიმე წამი უბრალოდ გავიყენე, იმიტომ რომ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. იმდენად უცნაური იყო, იმიტომ რომ ეს ადამიანი ფაქტია უკვე აღარნაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა მისთვის, ანუ ბრჭყალებში საფრთხეს. შესაბამისად ძალიან უცნაური იყო ჩემთვის ამის დანახვა და მივედი ახლოს უბრალოდ და ჯერ უთხარი რომ რაღაცე ურტყავთ მეთქი გონება აქ უკვე გათიშული მეთქი და რადგან არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ და შემდეგ გამოვიღე ტელეფონი და დავიწყე გადაგება. და დაუწყეს რაღაცა რაღაცე ურტყავთ უკვე და შემდეგ უკვე რაც ჩემ ვიდეოში ჩანს არის რომ დაახლოებით 8 პოლიციელი ამ ადამიანს არ თხამს სტრესს, ისე არ თხამს სტრესს რომ ვიდეოში უკვე ეს ადამიანი ძირს დაგდებული აღარც ჩანს და ერთ-ერთი პიროვნება რომელსაც პოლიციის ფორმაც კი არ აცვია რაღაც კაპიშონი აქვს და პირბადე უკეთია და სახეც არ უჩანს და პოლიციის ფორმაც არ აქვს ჩემზე ეუბნება რომ ესეც წამოიყვანეთ თუ შემდეგ სამმა პოლიციამ დამიჭირა და ხო, შემდეგ 2 დღეში რაღაც დღენახევარში მქონდა სასამართლოს ხმა, რომელიც ძალიან აბსურდული და უცნაური იყო. რაღაც ზონზე სასაცილოც იყო, იმიტომ რომ ხო, პირველ რიგში ოქმი არ დამიწერა ჩემმა დამჭერმა პოლიციელმა, ვიღაც დამიჭირა ვიღაც სხვა ადამიანმა, ანუ მე ვინც დამიჭირა პოლიციელმა, იმან ის ოქმიც კი არის ოქში რა მუხლები უნდა ჩაეწერა ეს არ იცოდა და რეალურად ოქმი შემიდგინა სხვამ. ოქში ჩამიწერეს დაუმორჩილებლობა და პოლიციის შეურაცხყოფის მიყენება, რაც თვითონ უარყო პოლიციელმა სასამართლო ხტომაზე, ანუ მარტივად შეეძლო ეთქვა რომ მე ვაგინებდი მათთან რაღაც, მაგრამ რეალურად რაღაც მომენტში ის თქვა რომ ძალიან კარგი ბიჭი იყო და ძალიან კარგად იქცეოდაო და მადლობაც კი მოუხადე მაგისთვისო, ანუ აი ეს სიტყვით თქვა. მე ვიდეოს ჩვენება როცა გადავწყვიტე სასამართლოზე, ვიდეოს ჩვენების რეალურად არ იცოდა არავინ რომ მე ვიდეო გადაღებული მქონდა. აჰა. რაც მე მეუცნაურა, იმიტომ რომ პირველივე რაც მითხრეს ჩემი დაკავების შემდეგ ის იყო რომ რაღაც ერთგვარი
ძველ რაღაცა შენ აქ რატო იღებდი ამას ბიჭო და ასეთი მსგავსი რაღაცები დამიწყეს და მე გამიკვირდა რომ მათ გაუკვირდათ რომ ვიდეო გადაღებული მქონდა, იმიტომ რომ რეალურად ვიდეოს გადაღების გამო დამიჭირეს, მაგრამ არავინ არ იცოდა რომ ვიდეო გადაღებული მქონდა და ეს იყო მათთვის ერთგვარი შოკი. მოსამართლისთვისაც კი და მოსამართლეს რეალურად ვიდეოს ჩვენება მოხდა მოსამართლის პატარა ლეპტოპზე და არა დიდ ეკრანზე და ამ პატარა ლეპტოპზეც მოსამართლე აქტიურად ცდილობდა რომ ჩემთვის ვიდეოს ჩვენებაში ხელი შეეშალა, რაც არ ვიცი, ძალიან სასაცილო იყო, ანუ ხმას უწევდა ქვემოთ სპეციალურად გადიდებულ ვიდეოს აპატარავებ და მე პოლიციას რო ვკითხე რომ აი ეს ვიდეოში თქვენ ხართ ეს პოლიციელი მეთქი პოლიციელი რაღაცნაირად გამიბრაზდა და მეო ასეთი მსუქანი გონი ვარო კითხა და აი ეგ რომ მითხრა გავიშეშე, იმიტომ რომ ვერ მივხვდი საერთოდ რა უნდა მეპასუხა და ხო, რეალურად პოლიციამ ისე ილაპარაკა ჩემზე რომ პოლიციელების ადვოკატები შოკირებულები იყვნენ და ვერ მიხვდნენ რა უნდა დაებრალებინათ ჩემთვის და მე საბოლოოდ დამაბრალეს გზის გადაკეტვა, ანუ საბოლოოდ გზის გადაკეტვის გამო დამეჯერმეს, უბრალოდ გზაზე სულ არ ვიყავი, არც პოლიციას უთქვამს რომ გზაზე ვიყავი და ამას გარდა ჩემი დაჭერის მომენტში თქვენ ფორმულას ლაივში გზაზე ხალხი ჩვეულებრივად იყო, ანუ იმდენ ხალხში 1000-ობით ხალხი იყო გზაზე ჩვეულებრივად და იმდენ ხალხში. მაგრამ ნუ მე გზაზე საერთოდ არ ვიყავი, ანუ არც პოლიციას არ ქონდა ნათქვამი რომ გზაზე ვიყავი, არცად არ ჩანდა, ჩემს ვიდეოში ჩანდა რომ გზაზე არ ვიყავი, მაგრამ ხო, საბოლოოდ დამეჯერმეს გზის გადაკეტვის გამო. ხო, ან ჩემი გამოცდილება რა თქმა უნდა, როგორი ცვლის არ უნდა ყოფილიყო, არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც სხვა ადამიანებმა გადაიტანეს. და ვინ იყო ის ადამიანი, ვინც გათიშუამდე მიიყვანეს და სცემეს ვიდეოში? არ ვიცი, სახე, მის სახე არც დამინახია და ვიდეოშიც არ ჩანს, მაგრამ ხო, ვიდეოშიც გავეშებული მოქმედება ძალადობრივი გათიშულ ადამიანს როგორ ურტყამენ და ეს იყო რეალობა, ძალიან კი ცდილობს რეჟიმი ამის დავიწყებას და ჩაფარცხვას ერთგვარად, მაგრამ ეს ამ ადამიანების ცხოვრებაა, ვინც საკუთარ თავზე გადაიტანა და არაერთი ადამიანი აცხოვრეს წარმოუდგენელი ძალადობისა და სტრესის ქვეშ და თქვენი ეს მაგალითი რატომ გადაწყვიტეთ საიას მეშვეობით მიგემართათ სტრასბურგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქტია, როგორც მოქალაქის, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში ვერ მიაღწია სამართალს, მაგრამ წარმოიდგინეთ ყველა თქვენსავით რომ მოიქცეს სტრასბურგში და წაიღოს თავისი საქმე, როგორი პრეცედენტული იქნება ეს ერთი პატარა ქვეყნის მაგალითზე. თქვენ რა გამოძრავებდათ, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეთ და ბევრს შესაძლოა დაეზაროს ეს პროცესი, რა ხსეთყვით მათ? ხო, ანუ ეს ჩემთვის ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს იზოლირებულად ეს შემთხვევა არაფერს არ შეცვლის, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ კოლექტიურად დაგროვების შემთხვევაში რაღაც შეიცვალა და რაღაცა ხელშესახებს მივიღებთ. თქვენ ასე ხო, რაც შეეხება დაზარებას, ანუ რეალურად თავარი ძალიან პირველ რიგში ეს შესაძლებლობას მაძლევს, რომ საიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დიდი მადლობა გადავუხადოთ და ყოველ იურისტს, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა, იმიტომ რომ ხო ამას მე ბუნებრივად ჩემთვიანად ვერ მოახერხებდი, არანაირი იურიდიული ცოდნა არ გამაჩნია და შესაბამისად მე ამას ჩემი თვალსაზრისით ვერ შევცვლები და შესაბამისად ანუ აქ დაზარებაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ რეალურად მთლიანი სამუშაო გასწიესაიამ და შესაბამისად ხო და მე ვფიქრობ, რომ ჩემს განსაკუთრებით აი ძალიან ცუდი რაღაცეები წამოვიდა ჩემს მერე და განსაკუთრებით წინა წლის დეკემბრის აქციების დროს და შესაბამისად ამ საქმეებს უბრალოდ ჭირდებათ წლები, ანუ ეს 23 წელია თქვენი შემთხვევა და აგერ 2026 წელია და ახლა დადგა სამართალი, კი ბატონო. და აქვე თქვენ ახსენეთ დეკემბრის აქციების შემდგომ და ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც საუბრობს ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე, ყოველ შემთხვევაში სიმპტომებზე, რომელმაც მათ ხანგრძლივი ჯანმრთელობის პრობლემები დაუტოვა. ამ ნაწილშიც ფიქრობ თუ არა, რომ ყველა საქმის წაღება შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში სტრასბურგში არის მნიშვნელოვანი. ბრძოლა, რომელიც თქვენ დაიწყეთ, მოკლედ, რუსული კანონიდან მოყოლებული, ჯერ არ დასრულებულა. ეს არის რთული, გრძელი, ხანგრძლივი გზა და აი თქვენ შემთხვევაში, ერთი მოქალაქის შემთხვევაში ეს პროტესტი სადმე წავიდა, გაქრა?
თუ თქვენ იმას მეკითხვა, რა თქმა უნდა, პროტესტი ფაქტია რომ გრძელდება. ბუნებრივია რომ ეს არის ძალიან გრძელი პროცესი და ერთ დღეში და ორ დღეში არ ხდება, მაგრამ მეორე მხრივ არ ვიცი. და ამის ყველაფრის წინააღმდეგ დანებებაც ვფიქრობ რომ არ შეიძლება. და ხო, ესეც რაღაცა ძალიან პატარა გამარჯვებაა, ბუნებრივია, მაგრამ კიდევ ერთხელ მეორებ აქამდეც გონი რამოდენიმე თვის წინ იყო 20 ივნისის აქციაზე სამართალი ადამიანს კი ბატონო. ხო, და ალბათ რაც დრო გავა, კიდევ დაემატება და დიდი იმედი მაქვს, რომ ყოველ შემთხვევაში ამ ხრივ, ამ კონკრეტული გზით რაღაცა შედეგის მიღწევა მოხდება. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. მე გილოცავთ გამარჯვებას და გისურვებთ რომ ეს საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილი არ დაგეკარგოთ არასდროს. გმადლობთ რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა. გიორგი მექვაბიშვილს უსმენდით, რომელმაც სტრასბურგში საქართველოს დავა მოუგო რეჟიმს